მოგესალმებით, ძვირფასო რადიო მსმენელებო, ეთერშია შუადღის პოლიტიკა, რადიო სივრცის ეთერში FM 98-სა და 5-ზე. მოვუწყებლობთ გაზაფხულის ქუჩის სტუდიიდან და როგორც მოგეხსენებათ, ჩვენი გადაცემის მეორე სეზონი ეძღვნება მე-11 მოწვევის პარლამენტს და მასთან დაკავშირებულ მოვლენებს და პროცესებს. დღეს არის 8 მაისი, შესაბამისად ხვალ არის 9 მაისი და ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ რაღაცნაირად ვილაპარაკოთ ამ დღის და თარიღის მნიშვნელობაზე, იმიტომ რომ ესეთი მნიშვნელოვანი თარიღები, როგორც წესი, იწვევს ხოლმე საზოგადოებაში რაღაც ასთა განსხვავებას, სხვადასხვას. უბრალოდ მე ვიტყოდი არა იმდენად საზოგადოებაში, რამდენადაც სპეციალური მიზნობრივი ჯგუფები ცდილობენ ერთგვარად ისტორიის ან ახლებურ ინტერპრეტაციას, ან გადაწერას, ან შეცვლას, ან საერთოდ გაუქმებას. ამიტომ საინტერესოა ხოლმე ისეთი თარიღები, რომელიც აღწერს მოვლენებს, რაც იწვევს განსხვავებულ შეფასებას და დღის წესრიგებს, რომელიც დგას ამის უკან. სწორედ ძირითადად ამ და სხვა საკითხებზეც ცხადია სალაპარაკოთ. დღეს ჩვენ მოვიწვიეთ სოციალისტური პლატფორმის წევრი ილო ლობჟანიძე, რომელთან ერთადაც გვინდა რომ რაღაცა ცოტა სიღრმისეულად ვილაპარაკოთ ამ თემებსა და საკითხებზე. საქმე იმაშია, რომ ჩვენ უახლეს პოლიტიკასთან პერიოდს რაღაცნაირად დასჩემდა თუ დაებედა ერთგვარად ორმაგი თარიღების ქონა. იგივე ხდება შობასთან დაკავშირებით. შენ ხო არის რაღაც დღესასწაულები, რაც ისედაც ორ-ორი გვაქვს ხოლმე, ხო, გიორგობის არ იყოს და ნინოობის და კიდევ გვაქვს რაღაცა ესეთი აღნიშვნა და ხშირად ადამიანები უბრალოდ მე ვიტყოდი არა იმდენად თქვათ თუ რელიგიურ თარიღზეა ლაპარაკი ეკლესიურ წიაღში, არამედ რამდენადაც სოციალურ სივრცეში ცდილობენ ხოლმე ამით სპეკულაციას და რაღაცნაირად მიემხრონ და განავითარონ ვერსიები, რომლებიც აი რაღაცა კულტუროლოგიურ ან გარკვეულ პოლიტიკურ არჩევანს განაპირობებს ან გამოხატავს ხოლმე. ან ყოველ შემთხვევაში როგორც არის ხოლმე ეს წარმოდგენილი მე ვიტყოდი ხშირ შემთხვევაში ზედაპირულად საზოგადოებაში და ირეკლავს თავის თავში იმ დაპირისპირებას და იმ ბრძოლას, რაც ხშირად კი არა პრაქტიკულად მუდმივად და უწყვეტად წარმოდგენილია ხოლმე პოლიტიკურ ლანდშაფტზე. ქართული პოლიტიკა, რა თქმა უნდა, პირველ რიგში ეს არის ძალაუფლებისთვის ბრძოლა და განვლმა 30 წლიანმა, 40 წლიანმა ისტორიამ ეს ჩვენ დაგვანახა და გვაჩვენა. სწორედ ამ პერიოდში განსაკუთრებულ მნიშვნელობებს იძენს ისტორია. ისტორია როგორც ინსტრუმენტი, რომელიც გამოყენებაც ხდება თანამედროვეობაში, იმიტომ რომ ერთი არის რაღაცა ისტორიკოსი როგორც მეცნიერი, რომელიც თქვათ რაღაცას იკვლევს და აღდგენს და მეორე არის აი ამ მასალების ამ რაღაცა ნაშრომების პოპულარიზაცია და გამოტანა გარკვეული ინტერპრეტაციით, რომელმაც მიმდინარე პოლიტიკურ კონტექსტს რაღაც ტიპის არგუმენტი უნდა შეძინოს. ხშირ შემთხვევაში სხვადასხვა უკვირთ ხოლმე ესეთი მცდელობები ცუდად თარდება ხოლმე, იმიტომ რომ ადამიანები, რომელსაც ამას უყვებიან და შემდეგ როცა აი ეს ინტერპრეტატორები გარკვეულ წინააღმდეგობას აწყდებიან, უკვირთ, რომ აი რატომ არის ეს წინააღმდეგობა და მე მიდიან დასკვნებამდე, რომ ხალხი არის ბნელი. იმ ნაცვლად იმისა, რომ გამოიძიონ, რომ სინამდვილეში რატომ აწყდება ეს წინააღმდეგობა, როდესაც აი ეს მსგავსი მცდელობებს არ ეკიდებიან სიფრთხილით, როდესაც ჩვენ ადამიანს უცვლი ისტორიას, რასაც ის მიჩვეულია, რასაც ის ისმენდა, რასაც და მე ეუბნები, რომ შენ სინამდვილეში ხარ პროპაგანდით დაბნელებული, ეს იყო ტყუილი, რაში ჩვენ გაცხოვრებდნენ და ამითი ვერ ხვდები, რომ იმ ადამიანს იმაზე მეც უკარგავ, ვიდრე სინამდვილეში თითქოს და კარგი მოტივებით აღჭურვილი ცდილობ, რომ აი მე თქვენ მოგიყვებით სიმართლეს, ესე კი არ იყო, ისე იყო. ამას უყვები ორ სიტყვაში, მაგრამ ადამიანს განცდის დონეზე რჩები, რომ ის გაძარცვე. ის გაძარცვე იმ იდენტობისგან, იმ რაღაცა წარსულისგან, რითაც ის ცხოვრობდა, რითაც ის არსებობდა და ერთ დღეში გადაწყვიტე, რომ ეს რაღაცა ყველაფერი სხვანაირად შეცვალა. ყოველ შემთხვევაში, მე ესეთი განცდა მაქვს და ეს პირველ რიგში ეხება 8-9 მაისს. ერთ-ერთი მნიშვნელოვანი თემა ეგ არის, რომ გადის ზღვარი ამ დაპირისპირების, მე ვიტყოდი პოლიტიკური ბრძოლის სწორედ იმაზე, რომ არა 9 მაისი არ ვარ. ფაშიზმზე გამარჯვების დღე 9 მაისის აღნიშვნა ეს არის კრემლის და რუსული ნარატივი. აი ამას ვისმენთ ჩვენ ყოველ წელს. რომ ჭეშმარიტი გამარჯვება არის 8 მაისს და მე მიდის თარიღების სპეკულაცია, რა როდის მოხდა და ეს ომის დასაწყისის არის ხო სხვა შორის თარიღები ძალიან ემთხვევა ხო ერთმანეთს, იმიტომ რომ რეალურად მაგალითად აგვისტოს ომის
აგვისტოს ომი ვიგულისხმე, აგვისტოს ომში, როდესაც ტალიანის კომისია მოწერა ყველაზე წონიანი დოკუმენტი ამ ხრივ, როდესაც იქ არის თარიღები ეხება 1 აგვისტოდან იწყება რა, რეალურად ხრობა, აი როგორ დამძიმდა სიტუაცია და შემდგომ უკვე 12 აგვისტოს დამთავრდა. ესევე იყო მეორე სამამულო ომის დასრულება, თორემ მეორე მსოფლიო ომი დასრულდა სექტემბერში, 30 აპრილს თავი მოიკალა ჰიტლერმა, 3 მაისს უკვე ჟუკოვი 1 მაისს ავიდნენ რაიხსტაგზე და ასე შემდეგ, ხო? ამიტომ ეს გააჩნია რას იღებს, შენ რატო იღებს სიტყვაზე სადღაც ეიზენჰაუერთან ვინ მოაწერა ხელი და შემდეგ ვინ მოაწერა სხვაგან ხელი, ესე ვთქვათ, ჟუკოვთან, ხო? ანუ ძალიან პრინციპულია, მაგრამ ნახე, აქეთ ხარეს მეორე სხვი არის 80 წლიანი ისტორია. როდესაც შენ ამ 9 მაისს აღნიშნავ მთელი შენი კულტურა, ქართული პირველ რიგში საბჭოთა პერიოდშიც და მას შემდეგ იქმნებოდა აი ამ კონტექსტში. და შენ რაღაცა ისტორიის სიმართლის დადგენით, რომელსაც უკვე მეცნიერული ფასი კი არა აქვს, მაგას კი არ გულისხმობ შენ იქ რას წერდა სახელმძღვანელოში, რას იკვლევდა, რა მონოგრაფიას აკეთებ, არამედ პოპულარიზაციას ეტევ, ანუ თანამედროვე პოლიტიკურ კონტექსტში შემოგაქ ეს თემა, ამას აქცევ ერთგვარ წყალგამყოფად. რა იმის და მიხედვით თუ შენ რას აღიარებ, აი იმის და მიხედვით უნდა ვიმსჯელოთ ვინ ხარ შენ. ანუ შენ თუ ხედავ ამ პრობლემას, კითხვა ამაში მდგომარეობს, თუ აღიქვა ამას აი ამ ჭრილში რომ ხდება ინსტრუმენტალიზაცია და ეგრეთ წოდებული სიმართლის დადგენის საფარველ ქვეშ ისტორიის გადაწერა და სხვა მთელი რიგი ქვენა პოლიტიკური ღირსწესრიგის შესრულება თუ ესე არ ხედავ შენ და მე ვილაპარაკოთ რა მნიშვნელობა აქვს საერთოდ თანამედროვე გადასახედან ამ დღეს. დიდი მადლობა მოწვევისთვის პირველ რიგში გურა მივესალმები მსმენელს, ასევე როგორც ვიცი Facebook-საც მაყურებელს მივესალმები და ზოგადად მე მეცნდება ხოლმე ამ საკითხებზე, იმიტომ რომ აქ სიმართლის კვლევას არაფერი კავშირი არ აქვს, სიმართლე დიდი ხნის გამოკვლეულია. როდესაც ხელი მოეწერა უკვე სრულ კაპიტულაციას საბჭოთა კავშირი, რომელშიც მონაწილეობდა, ნუ იქამდე მოეწერა საფრანგეთში, რეინში, რომელშიც საბჭოთა კავშირი გამორიცხეს და შემდეგ უკვე მოეწერა ჩვენი დროით 9 მაისს და კი ბატონო, 12 საათი იყო დაწყებული ღამის, 8 მაისი იყო, როდესაც კაპიტულაციას მოეწერა ბერლინში ხელი. ბოდი შეგაწყვეტინა, აი საერთოდ რო არანაირი მნიშვნელობა არ ქონდეს, როდის მოეწერა ხელი და აი ამ საათის, ამის სხვა ხალი წელი არ არის, რომ რაღაც არსებობს დადგენილება 1955 წელს უმაღლესი მთავარსარდლის მიერ ხელმოწერილი, რომელიც ამბობს, რომ გამარჯვების დღეს დაწესდეს 9 მაისს. პირდაპირ ამას ამბობს და იმის შემდეგ 80 წელია ეს დღე აღნიშნება 9 მაისს. კი ბატონო, მაგისკენ მივდიოდი ზუსტად, თან მაშინ ბოლოდან დავიწყებ, ანუ მე მოვიგე და როცა მინდა მაშინ თუ მინდა აგვისტოში აღვნიშნო. ხო? თან ანუ ამას ყველაფერს დავამატოთ რა, რომ არა მხოლოდ 8 მაისს ამბობენ რომ გამარჯვების დღეა, ეს იყო თავიდან დაწყებული, ანუ ნელ-ნელა შემოგვაპარეს 8 მაისი იყო გამარჯვების დღე და არა 9 მაისი და ეხლა გამარჯვების დღე საერთოდ ნახსენებია ევროპის დღე უნდა აღვნიშნოთ. ანუ რას ნიშნავს? სტერილიზაცია მიდის იმ გმირების, რომელიც ჩვენგან 700.000-მდე გმირი წავიდა და 400 რაღაც ათასი დაბრუნდა, 300.000-მდე დაიღუპა, ხო? და იმ 400 რაღაც ათასიდან დასახიჩრებული რამდენი იყო კიდევ? ანუ სმენია რომ ესეც მითია? რა მსმენია რომ მითია? ოპონენტების ხედავ, რომ ეს არის მითი. მსგავს რიცხვებთან ჩვენ საქმე არ გვაქვს. არა, ეგეთი რამე რავი არ მსმენია. რავი, მე სულ თითქმის მთელ საქართველოს მასშტაბით პატარ-პატარა სოფლებში ყველა მაგ მეთქი ნანახი ვერ ვნახავ, ვერ გეტყვი, მაგრამ რაიონებში, სოფლებში რომელშიც ნავყოფილ პირველ რიგში მივდივარ ხოლმე სამამულო ომის მემორიალთან, ანუ იქ სახელებს და გვარებს ვკითხულობთ და რა ვიცი, თუ ისე მიაწერეს ზედმეტად ხალხ სახელები და გვარები, არ ვიცი, მაგრამ ნუ ესე იყო, ხო? მე მგონი ამ სერიოზულად ამაზე აკადემიურად არავინ არ დაობს, რამდენი იყო წასული. შეიძლება ხა პოლიტიკაში ბევრი რამე უთქვამთ ბევრ ადამიანებს, ხო? რაღაცა ისიც უთქვამთ, რომ მაგალითად საბჭოთა კავშირი თურმე მოკავშირე იყო 39 წლამდე 51 წლამდე გერმანიის, იმიტომ რომ მოლოტოვ-რიბენტროპის აქტი გააფორმეს, ხო? ანუ და ეს იყო თავდაუსხმელობის შესახებ აქტი, რომელიც გაფორმდა მხოლოდ იმიტომ, რომ იქამდე საბჭოთა კავშირი, შეგვიძლია ვთქვათ, პირდაპირ ეხვეწებოდა საფრანგეთს და ინგლისს ანტინაცისტურ კოალიციის შექმნას და იმათმა არ შექმნეს ამასთან ანტინაცისტური კოალიცია. ამის შემდეგ ვალდებული იყო, რომ გარდაუვალი იყო, ჯერ კიდევ 28 წელს უკვე წერენ, როგორც სტალინი, ისე სხვადასხვა საბჭოთა ხელმძღვანელობა და მეცნიერები, რომ დიდი ომი გარდაუვალია კაპიტალისტურ სამყაროსთან. ხო, ანუ ეს იყო ის ნათქვამი, რომ 10 წელიწადში თუ არ გავირბინეთ ჩვენის ჩამორჩენა, გაგვანადგურებენ, დაგვახჩობენ.
ზუსტად ამის გამო იყო, რომ გაფორმდა ეს თავდაუსხმელობის შესახებ აქტი და არა ასე ვთქვათ მოკავშირეობა. ამას ემატება კიდე მეორე მაგალითისთვის, რომ ვთქვათ გერმანიამ და საბჭოთა კავშირმა გაიყეს პოლონეთი, ხო? ეგ მაგას ხო? ხო, ამასაც ამბობენ ხოლმე. მაგრამ პოლონეთში საბჭოთა კავშირი შედის უკვე როდესაც პოლონეთის მთავრობა დამხობილია. ანუ თლიანად დამხობილია პოლონეთის მთავრობა და აჩერებს წინსვლას ამ შემთხვევაში, ხო? ანუ ესეთი მითები უამრავია და თითქმის ყველა არის ძალიან მარტივად აკადემიურად ნებისმიერი ისტორიის წიგნი რო გადავშალოთ, შეგვიძლია ვნახოთ რა. ხო, ლენდ-ლიზი და სხვა შორის მე ვნახე გამოცემა რაღაცა ჰოლანდიური ფონდის მიერ დაფინანსებული 13 მითი სტალინის შესახებ. ნუ ეხლა მე არ მინდა ამ დეტალებში ჩასვლა, ეხლა ეს ისტორიული ძალიან დიდ დროს წაიღებს და სხვა სპეციფიკა არის. ანუ მე ეს ჩვენ ვიცით რომ ეს ყველაფერი, რა ქვია, როგორ მიდის ბრძოლა. მე მინდა რომ ჩვენ უფრო ვილაპარაკოთ აი ამ საკითხის დღეს შემოტანა და ინსტრუმენტალიზაციაში. ანუ ის პოლიტიკები რას ემსახურება დღეს. ანუ ისტორიის გადაწერა. მე თან არ გულისხმობ ოღონდ ისევ ვიმეორებ აკადემიურ შრომას. ანუ ნებისმიერი ისტორიკოს შეიძლება დაჯდეს და იკულიოს ნებისმიერი საკითხი. ბუნებრივია. ეს სრული აკადემიური ანუ პოლიტიკური ინსტრუმენტალიზაცია. მაგრამ აი რო გააკეთა ისტორიის წიგნი ვიღაცამ და შემოაკ პოლიტიკურ ფართო საზოგადოებრივ დისკურსში როგორც არგუმენტი, მაგრამ ამბობს რომ იცი მე მხოლოდ კაცო ჩვენ სიმართლე უნდა უთხრათ ხალხს. მაგრამ ამის უკან იმალება პოლიტიკური დღის წესრიგი. ჩემი აქ. არა, კი ბატონო. შემიძლია ჩამოვაყალიბო და თქვა რას გულისხმობ. გეთანხმებთ, აი მაგრამ მაინტერესებს შენ როგორ აღიქვა. რას ემსახურება ეს ინსტრუმენტალიზაცია ისტორიის. კი ბატონო. ერთადერთი რაზეც შეგვიძლია ვთქვათ რომ ეს ემსახურება არის საერთო ისტორიის გაუქმება, გადაწერა. ხო ამ შემთხვევაში რომ ანუ მოდი ესე რომ ვთქვათ რა 9 მაისი არც რუსული დღესასწაული არ არის და ვერც ვერასდროს გარუსულდება ეს დღესასწაული. არც მხოლოდ ქართული დღესასწაული არ არის და ვერც ვერასდროს გაქართულდება. ეს იყო იმ სახელმწიფოს დღესასწაული და იმ ერების შთამომავლობის დღესასწაული, რომლებიც ერთიანად ებრძოდნენ ფაშიზმს, ერთიანად დაამარცხეს, ხო? მაგალითისთვის რო ავიღოთ ახლა საქართველოს როგორც სახელმძღვანელო რგოლში ისე ჯარისკაცებით, თავისი მებრძოლებით და ასევე სიმბოლურადაც ძალიან დიდი როლი ითამაშა გამარჯვებაში. მაგალითისთვის ოპერაცია ბაგრატიონი, რომელმაც გადატეხა, ხო, ამ შემთხვევაში ბოლომდე სტალინგრადმა და კურსკმა გადატეხა, მაგრამ ოპერაცია ბაგრატიონმა გაანადგურა ის თლიანი არმია, რომელიც შემტევი ძალა გაუნადგურა ვერმახტს, ხო? ანუ საქართველოს ძალიან დიდი როლი აქვს, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ საქართველოსი იქნება ეს დღესასწაული. რუსეთს რა თქმა უნდა ძალიან დიდი როლი აქვს. მე თუ მკითხავ ბელარუსზე დიდი როლი არავის არ აქვს, თავისი მსხვერპლით და ყველანაირად, მაგრამ არც ბელარუსული არ იქნება ეს. ერთადერთი რასაც ეს ყველაფერი ემსახურება არის საერთო ისტორიის გაუქმება. საერთო ისტორიის, ასე ვთქვათ, სტერილიზაცია, რომ ყველაფერი რაც გაკავშირებს და იგივეა რაც ვახსენეთ, ხო, შობის დღესასწაული ვახსენეთ. ცოტა ხანში ალბათ აღდგომის საკითხზეც დადგებიან, ხო, რომ ანუ გადავიდეთ იმ კალენდარზე იტყვიან, ხო? იმიტომ რომ ეს რუსულია არ და ნუ მართლმადიდებლურია ამ შემთხვევაში. კიდევ რა იყო, შობა იყო, ეს 9 მაისია და კიდევ მე მგონი ერთი რაღაც კონკრეტული დღესასწაულია. ხო, რაღაცა არის, ხო, ამ შემთხვევაში ანუ ყველაფერზე ასეთზე ჩვენ უნდა ვიყოთ ახლოს იმათთან და იმათთან ვისთან და ისე რომ დაუბრუნდეთ საწყის ეტაპს, ხო, ანუ სტერილიზაცია ეს რომ გამარჯვების დღე კი არ არის, ეს არის ევროპის დღე. რას ნიშნავს ევროპის დღე? ნახევარი ევროპა იქით მხარეს იბრძოდა. არა, ეს ევროპის დღე ხას სხვა რაღაცა ნიშნავს მათთვის. უბრალოდ არა, ის მინდა ნახე. ანუ დიალექტიკა გამარჯვება თუ არ არის გამარჯვება, ესე იგი არის დამარცხება. ანუ ვიღაც ხო დამარცხდა ჩვენ თუ გავიმარჯვეთ. ვინ დამარცხდა? ესე იგი ფაშიზმი არ დამარცხებულა. ნუ რაღაც მხრივ დღევანდელობას თუ შევხედავ და თუ გადმოვალთ ამ ანალოგიებზე, შეგვიძლია ვთქვათ, რომ ფაშიზმი დამარცხებული არ არის, მაგრამ იქ დამარცხებული იყო. და იქ დაამარცხა საბჭოთა კავშირმა და ეხლა 80%-ს რო გაუნადგურებ ფაშისტურ ძალას და ნაცისტურ გერმანიას მთელი თავისი შესაძლებლობების, ხო? შენ ხარ გამარჯვებული და შენ წვეთ როდის აღნიშნო გამარჯვების დღე. შენ ახსენე ევროპის დღე და ნახე ეს გამარჯვებას კი არ უკავშირდება პირდაპირ ეს ევროპის დღე უკავშირდება აი ევროსაბჭოს რობერტ შუმანის დეკლარაციას, აი ამ მოვლენებს, ოდესაც ევროპა იწყებს. ნუ პრაქტიკულად შეიძლება ითქვას საბჭოთა კავშირის მოდელით, სამხედროებით გაერთიანებას, რაღაც ალკე სუბიექტად ჩამოყალიბებას, თუმცა 5 მაისს შექმნილი და დაფუძნებული რაღაც ევროსაბჭოს დღე შემდგომ გამოაცხადეს 9 მაისს. ანუ ეს არის ტრადიციული და ძალიან კარგად აპრობირებული მეთოდი, როგორ უნდა წაანაცვლო
ერთი რაღაცა დღესასწაულით სიტყვაზე მეორე რომ გადაფარო ეს მოვლენა ხო ესე ვთქვათ იქ 8 მაისი არის გამარჯვების დღე და აი 9 მაისს გააკეთეს ეს ევროპის დღე რომელიც ერთიან ევროპაზე მოგვიტყოს მაგრამ ნახე რა არის ჩემი აზრით სადგადის ზღვარი დღეს შენ გეუბნებიან რომ ქვეყანა სადაც შენ ცხოვრობდი სადაც მიუხედავად იმისა რომ საბჭოთა კავშირის შექმნის ისტორია ნათელი და გასაგებია როგორ მოხდა აქ ქონდა გამოცხადებული მენშევიკური ხელისუფლების მიერ საქართველოს დამოუკიდებლობა შემდეგ ბოლშევიკური ხელისუფლება შემოვიდა მიღებული გაქვს აქტი რომ საქართველო არის ოკუპირებული და შევიდა ანექსირებული შევიდა საბჭოთა კავშირის შემადგენლობაში ამის შემდეგ საბჭოთა კავშირი დადგა როგორც შემდგარი ფაქტი ხო გადის წლები მენშევიკურ მთავრობას 1935 წელს იქ უწყდება რაღაცა ლეგიტიმაცია საფრანგეთში ბოლოს და ბოლოს გატანილი განძი მეორე მსოფლიო ომის შემდეგ 11 აპრილს სტალინი აბრუნებს საქართველოში და ნუ რაღაცნაირად ეს ფორმდება უკვე რომ ჩვენ მოცემულობა არ ვცხოვრობთ საბჭოთა კავშირში ისევე როგორც ჩვენი რამდენიმე 1000 წლიანი ისტორიის განმავლობაში ხან რომელი იმპერიის შემადგენლობაში ცხოვრობთ და ხან რომელი იმპერიის შემადგენლობაში და აი ამ საბჭოთა კავშირის ცხოვრების დროს შენ გიწევს აი ამ დიდ ომში მონაწილეობა და აქ ჩვეულებრივად მონაწილეობ ისევე როგორც სხვა ერები და იმ დროშის და ლოზუნგის და იდეის ქვეშ რაცაც წარმოადგენდა ფაშისტთან და ფაშისტურ გერმანიასთან ბრძოლა და იმიტომ რომ დღეს წინა პლანზე გამოჩნდა აი შენ ხარ ანექსირებული შენ იყავი ოკუპირებული რომ რაღაც თავისუფალი არ იყო ისტორიის გადაწერაში გულისხმობ ხდება იმის გამოსვლა რომ ეს საბჭოთა კავშირის ცხოვრება ეს იყო ერთი დიდი დანაშაული შეუნა ქონეს დანაშაულის გზნობა ეხა ეს ყველაფერი უნდა გამოისყიდო ეს ყველაფერი უნდა გადაწერო და ჩვენ უნდა დაუბრუნდეთ იმ წიაღში რასაც თავიდან თითქოს მოვწყდით როდის მოვასწარეთ არ ვიცი ხა იმ 3 წელიწადში ინტეგრაცია მაგრამ აქვთ რაღაცა არგუმენტები და იქ უნდა დაუბრუნდეთ დღევანდელი ვერსიით რა. ანუ ჩვენ პრაქტიკულად ეს ისევე უნდა მოვინანიოთ საბჭოთა კავშირის ცხოვრება, როგორც გერმანელებს მოანანიებინეს თუ მოინანიეს მართლაც ნიურნბერგის პროცესის დროს რაღაცა ეს დენაციფიკაციის პროგრამის ფარგლებში, ხო? აი მე რასაც ვეწინააღმდეგები შინაგანად არის სწორედ აი ეს ამ ტიპის მიდგომა, რომ არ ვიცი როგორც ინტეგრაციის პრეფერაზი რო გავაკეთოთ რა, რომელიც ხათულად წერდა რომ თუ დაიბადე მე-20 საუკუნეში უკვე დამნაშავე ხარ, ჩვენ თუ დავიბადეთ საბჭოთა კავშირში უკვე დამნაშავე ვართ, ხვდები? და ანუ ეს ყველაფერი ცუდია. იქ თუ ვიღაცა მუშაობდა რაღაცას აშენებდა ქვეყანას და არა, ეს ყველაფერი უნდა გადაიწეროს, ჩვენ უნდა ნახოთ სიმართლე, ჩვენ უნდა გქონდეს ეს აი ეს რაღაცა მოვინანიოთ ეს რაღაცა სტალინი, საბჭოთა კავშირის ყველაფერი და დაუბრუნდეთ რაღაც სხვა. ანუ ახალი ისტორია უნდა დაიწეროს და ყველაფერზე რაც ჩვენ გავიარეთ, რაც ჩამოგვიყალიბდა, რაღაცა ჩვევა წინაპრების ხორბლი ეს ყველაფერი ეს რაღაცა უნდა გადაფასდეს. მაგრამ მაშინ კითხვა უნდა დავსვათ რატომ? ანუ საბჭოთა კავშირის იდეა ხო რაღაც იღრმისეული იდეა იყო. ეს ხო იყო, მოდი ესე ვთქვათ რა, ეს ომი იყო, უშუალოდ ეს გამარჯვება იყო პროგრესული ძალის გამარჯვება რეგრესულ ძალაზე, ხო? შემთხვევაში სოციალისტური გეგმიური ეკონომიკის უპირატესობის დამტკიცება იყო ასწლოვანი კაპიტალისტური ეკონომიკის წინააღმდეგ. ნუ ეს მოხდა. ანუ ზუსტად ამას ებრძვიან ამ შემთხვევაში. მას არ აინტერესებთ ხა კი თავისუფლების ქარტია რო ვახსენოთ, ხო? ანუ ჩვენი კანონმდებლობა სამწუხაროდ 2011 წლიდან ათანაბრებს ერთმანეთთან ფაშიზმსა და კომუნიზმს. ანუ ამბობს რომ ანუ დღემდე ცოცხალი რო ყავს, დიდხანს აცოცხლოს 60-მდე ვეტერანი დაგვრჩა, ამ ცოცხალ ადამიანებს ეუბნები რომ იგივე იყავი, ვისაც ებრძოდი. ანუ იგივე ხარ შენ, ვისაც შენ ებრძოდი, ვისაც შენ თავი შესწირე. შენმა მეგობრებმა ახლობლმა, შენმა თაობამ რაზეც თავი დადო, შენაირს ებრძოდი ეუბნები ამ ხალხს, ხო? ჯერ კიდევ ცოცხალ ადამიანებს. აჯარიმებთ მათ, იმიტომ რომ მედალი უკიდიათ, რომელიც დაიმსახურეს. იმ დროშის გამოტანის უფლებას არაზე, რომელი დროშითაც მას გაიმარჯვეს. ხო, ანუ საქართველო ამ ყველაფერს დაყოლილია. და დაყოლილია დიდი ხანია. და ეს ხო არ დაწყებულა ეხლა მაგალითად, ხო? აი რო ვთქვათ ეხლა მაგალითად სალომე ზურაბიშვილი აი ძალიან საინტერესო პიროვნება ამ შემთხვევაში ომის დასრულების შემდეგ სალომე ზურაბიშვილის უბრალოდ ომის დასრულების შემდეგ სალომე ზურაბიშვილის ძალიან ბევრი ნათესავი აღმოჩნდა ანტიბოლშევიკურ კოალიციაში ანტიკომუნისტურ ანტიბოლშევიკურ კოალიციაში რომელიც შემდეგ გარდაიქმნა უკვე ბანდერისტულ კოალიციად რომელიც ეხლაც ბრძინვარებს ხო მიხეილ კედია ამ შემთხვევაში გერმანიაში იყო ბიძამისი, ხო?
ასევე მისი სხვა ნათესავები. რას ამბობს სალომე ზურაბიშვილი 2019 წლის 9 მაისს ვაკის პარკში. ორივე მხარეს მებრძოლი ქართველები დასაფასებლები არიან, იმიტომ რომ იბრძოდნენ საკუთარი სამშობლოსთვის. ანუ ამბობს, რომ ნაცისტური ვერმახტის ნაწილი ქართული ლეგიონი იგივეს წარმოადგენდა, რასაც წარმოადგენენ ის ადამიანები, ვის წინაც ის იდგა, როდესაც ამას ამბობდა. ის ვეტერანები. ხო, ანუ ეს დიდი ხნის წინ დაწყებულია. იმიტომ გიიგივებენ ამ ყველაფერს, რომ ფაშიზმი ამ შემთხვევაში იყო ერთი დიდი სპეცოპერაცია ზუსტად იმ ქვეყნის წინააღმდეგ. და ამის ისტორია ძალიან მარტივად შეგვიძლია გადავხედოთ. ხო, შეერთებული შტატების და ბრიტანეთის უდიდესი ბანკები და კორპორაციები, IBM-ი, GM-ი, General Electric-ი და ასე შემდეგ ყიდულობდნენ და ამუშავებდნენ გერმანიის დაქცეულ ეკონომიკას. გერმანია გაკოტრდა და შემდეგ აი ამ დიდმა კორპორაციებმა შეიზღიდეს და ამუშავებდნენ აი ამ ეკონომიკას. მათ ააღორძინეს, ასე ვთქვათ, მათ გახსნეს ახლიდან გაკოტრებული გერმანიისთვის კრედიტები, როდესაც უკვე ჰიტლერი ძალაუფლებაში მოვიდა და შეგვიძლია ვნახოთ Times-ის ყდა 38 წლის, ხო? წლის ადამიანი ვინ არის Times-ში 38 წელს? ადოლფ ჰიტლერი. ხო? ნიუ-იორკში ტარდება ნაცისტური გერმანიის მხარდამჭერი დემონსტრაციები, მე მგონი Madison Square Garden-ში ჩატარებული მაგ პერიოდში ზუსტად. ანუ მათ ყველანაირად ხელი შეუწყეს. რო დაუბრუნდეთ ისევ ამ ყველაფერს. თუმცა მან ხა საბჭოთა კავშირშიც უდიდესი ინდუსტრიალიზაციის პროცესში სერიოზულად იყო ამერიკული კომპანიები ჩართული და სტალინს ხდებოდა ყდაზეც, ყდებზეც და პოპულარულიც იყო. ანუ ეგ სხვა ის არის, რა ქვია. ანუ რაკურსი ესე ვთქვათ. არა, რაკურსი არ არის სხვა, ანუ ადამიანი რომელიც გენოციდისკენ მოუწოდებს თავის საზოგადოებას და სტალინისთვის მხარი არ დაუჭერია Walt Disney-ს. სტალინს მხარს უჭერდა პიკასო. ხო? Walt Disney მხარს უჭერდა ნაციზმს. დიდი კორპორაციები ოფიციალურად უჭერდნენ მხარს ნაციზმს. ეგონათ რომ ეს იყო ყველაზე პროგრესული რამ, რაც შეიძლება მოხდარიყო. და რა ქნეს საბოლოოდ? მიუქციეს აღმოსავლეთს. დაახლოებით იგივე რაც მოხდება შეიძლება, მართლა დაგვიფაროს, მაგრამ ხედავთ რომ დაახლოებით იგივე რამე ხდება გერმანიაში. გააკოტრეს და ამოიყვანენ ისტორიის ინსტრუმენტალიზაციის ერთ-ერთი საინტერესო ასპექტი არის ის, რომ შენ თანამედროვე ადამიანს უყვები ისტორიას კონტექსტის გარეშე. შენ მას არ ცდილობ რომ ის ჩაიყვანო იმ პერიოდში და დაანახო, რომ მაშინ როდესაც თქვა ჰიტლერი მოდის ძალაუფლებაში, აღქმა იგივე ამ ფაშიზმის, იტალიური ფაშიზმის თუ გერმანული ნაციზმის საერთოდ სხვანაირია. რომ რამდენი გულშემატკივარი ყავდა, სანამ იცოდნენ რა ხდებოდა, სანამ არ იცოდნენ რა ხდებოდა, ვინ ეწინააღმდეგებოდა და ამხელდა, ვინ არა. და რაც თავარია, არ უხსნი იმას, რომ ისტორია საბოლოო ძამში, რასაც წერენ გამარჯვებულები და სხვა ის არის. ანუ ის რომ პრაქტიკულად ხო გენოციდი განხორციელდა ამერიკის კონტინენტზე ინდიელების რაღაც იმ პერიოდში, მაგრამ ეს აკრინებს ამერიკის შეერთებული შტატების რაღაც თავისუფლების დეკლარაციას და იმ იდეას ვიღაცა იზიარებს, ვიღაცა არა, მაგრამ ვინც იზიარებს, ეს ხო არ კლინდება ამითი, ან რაღაც დანაშაულებები რაც ხდებოდა რასიზმის ან სხვადასხვა კუთხით. ანუ ერთი არის გადაცდომები და მეორეა იდეა, რაც შეიქმნა. იგივე საბჭოთა კავშირში არსებობდა რაღაცა იდეა, რომელიც იყო 60-იან წლებამდეც კი კონკურენტუნარიანი და სოფლიოში სერიოზული მსჯელობა და დისკუსია მიდიოდა, რომ აბა რომელი პრინციპში უფრო პროგრესულია და მოწინავე და ის სხვადასხვა რაღაცა რეპრესიები, რაც ძირითადი აქცენტი კეთდება და ასე შემდეგ წარმოადგენს მეორე ნაწილს. ხო ესეა რა. ანუ ერთი არის რაღაცა იდეა, მეორე ის შესრულება და ისტორიის კონტექსტია. კი ბატონო, მაგრამ ეს რომ ადამიანს მოუყურო ისტორია ერთი მთლიანია, რომ იმ მომენტში რაღაც სხვანაირად აღიქმებოდა, შემდეგ რაღაც სხვანაირად აღიქმებოდა, ამის გარეშე აი ეს ნაწილი არის მოშორებული. იმას პირდაპირ თანამედროვე ადამიანს თანამედროვე რაღაცა კონტექსტიდან უყვები ისტორიას და ამითი გინდა რომ შენ ის რაღაც დააბრუნო და უბრალოდ მარტივად ვთქვა ეს არის ცუდი, ეს არის კარგი. არა, აი ამ შემთხვევაში ისე თქვა მინდა, ისტორია ხო არ არის რაღაც ერთ ადგილას გაყინული რამ. ხო, ისტორია ხო მუდმივად მოძრავია. ამას დავუმატოთ, რომ ისტორია ვერ იქნება თავისთავად ობიექტური. ისტორია ისევე როგორც მეცნიერება გამოხატავს რომელიღაც კლასის ინტერესს ამ შემთხვევაში, ხო? აი რო ახსენე ხა სალომე ზურაბიშვილი. სალომე ზურაბიშვილი არის იყო პროსტორეთ მაშინდელი თავადაზნაურობის, წარჩინებული თავადაზნაურობის წარმომადგენელი, ხო? მათი შთამომავალია. მათთვის საბჭოთა კავშირი ნამდვილად ცუდი ქვეყანა იყო.
მათ წაერთვათ მიწები, ჩამოერთვათ სახლები, გააძევეს ქვეყნიდან ფაქტობრივად. თუმცა ესე არ თვლიდა ნიკო ნიკოლაძე, რომელიც ასევე მის წინაპარია, რომელიც დარჩა სანამ სიცოცხლის ბოლომდე იცხოვრა, საბჭოთა კავშირს მოესწრო. ხო, ზოგმა იცხოვრა, ზოგმა არა. 28 წლამდე. მისთვის ცუდი იყო. იხდი, მას ვერ გავუყო, ვისთვის იყო კარგი ამ შემთხვევაში? იყო პაპა ჩემისთვის კარგი. შეიძლება პაპა თქვენისთვის იყო კარგი. ხო, წერა კითხვა არ იცოდა. ვისაც სახლკარი არ ქონდა. ვიც იცოდა, რომ მამამისი გლეხი იყო, ისიც გლეხი უნდა ყოფილიყო და მის შვილი გლეხი იქნებოდა. და ამ დროს დიდი ოქტომბრის რევოლუციის შემდეგ უცებ გლეხის შვილი ხდება კოსმონავტი, ან აკადემიკოსი. ანუ მისთვის ხო კარგი იყო. მაშინ შევადაროთ მასობრიობა ამ შემთხვევაში, ხო? რამდენისთვის იყო კარგი, რამდენისთვის იყო ცუდი. რა შეძლო ამ მცირე პერიოდში, როგორც საქართველოს, ისე ზოგადად საბჭოთა კავშირმა. უფრო ეფექტური არის ეს 34 წლიანი პერიოდი ჩვენი დამოუკიდებლობის თუ უფრო ეფექტური იყო საბჭოთა კავშირის, თუნდაც ომგამოვლილი საბჭოთა კავშირის 34 წელი. საქართველოს, საბჭოთა საქართველოსი, ხო? ეს არის კლასების ისტორია ამ შემთხვევაში. ის კლასი გეუბნება, რომ ჩემთვის ეს ცუდი იყო და მართალიც არის. შეერთებული შტატებისთვის კოშმარი იყო საბჭოთა კავშირის არსებობა, ისევე როგორც სულ პატარა კუბას კი ვერ აიტანა. და ვერ იტანს. კუბა რო ყავს, როგორც სოციალისტური სახელმწიფოს რაღაც მცირე მოდელი, ხო, ჩინეთი, ვიეტნამი, კორეაში რა ამბები დაატრიალა, იმიტომ რომ არ გაწითლებულიყო. და ზუსტად ამიტომ ჩაერთო მეორე მსოფლიო ომში თვითონ როგორც ეძახის და ტრამპი ეხლა მომწო ჩვენ მოვიგეთო, ხო? რეალურად ეს იყო შესაჩერებლად. საბჭოთა კავშირმა უკვე გადატეხა. ფაქტიურად, როცა მოხდა ეს D-Day-ს, რასაც ეძახიან ნორმანდიაში, გადასვლა, ხო, მოკავშირეების. პოლონეთს ფაქტიურად გაცდენილი იყო უკვე საბჭოთა კავშირი. ანუ საბჭოთა კავშირის მიწები გათავისუფლებული ქონდა. შედიოდა უკვე ევროპის შუაგულში და ხა. შეაჩერეს კიდეც ბერლინში და გაყვეს, ხო? ხო და ამიტომ ეს ყველაფერი არის ვისი მხრიდან შეხედა. მე ამ შემთხვევაში როგორც გლეხის შთამომავალი, ხო? ჩემთვის ძალიან პროგრესული მოვლენა იყო. ისევე როგორც დარწმუნებულა მოსახლეობის უმრავლესობის, იმიტომ რომ უმრავლესობა მოსახლეობის თავადი არ იყო და მიწებს არ ფლობდა და პეტერბურგში არ დადიოდა სასწავლებლად. დღეს მე გავეცანი შენს რომ გადავიდეთ თანამედროვე პერიოდზე რაღაცა მოსაზრებებს, რომელიც ასევე ასახავს ერთგვარად აი ამ კლასებს შორის დაპირისპირებას და ეს ყველაზე მეტად თქვათ გამოთქმული გაქვს ჭიათურაში მიმდინარე პროცესის მაგალითზე. ანუ მიგეჩნია თუ არა რომ დღევანდელ სოფლიოში საქართველოში ეს ისევ აქტუალური საკითხია. იქნებ გასცა მაინც თანამედროვე, ანუ პოსტცივი ომისეულმა პერიოდმა ამას რაღაცნაირად პასუხი და ჩვენ მივიღეთ თქვათ ყველაზე ევროპული ქვეყნები, რომლებიც არსით ფორმალურად დე იურე არიან კაპიტალისტურები, მაგრამ შინაარსობრივად იქ სოციალიზმმა უკვე სერიოზულად მოიკიდა ფეხი, ხო? იმიტომ რომ თანასწორობამ, ეკონომიკურმა თანასწორობამ, შესაძლებლობებმა, ცხოვრების დონის ამაღლებამ, რაღაცნაირად აი ის მძაფრი დაპირისპირება, რაც ეძახი კლასებს შორის, თითქოს შეარბილა და გაანეიტრალა. შენ ვიგაშენო დღეს ისო მძაფრია? მე მიმაჩნია არა, ანუ ფაქტობრიობა გვეუბნება, რომ კრიზისები არის გარდაუვალი. აი მაგალითისთვის ავიღოთ, ხო? ირლანდია არის ალბათ იყო ყოველ შემთხვევაში. სოციალურად ერთ-ერთი ყველაზე გათანასწორებული, სხვათა შორის გენდერულადაც, ხო? ძალიან ბევრი ისეთი კანონია, რომელიც ქალთა უფლებებს და ქალთა ყოფას, ასე ვთქვათ, ბევრად ამარტივებდა. 2008 წლის კრიზისმა, იმიტომ რომ გერმანული ბანკები იყვნენ ძირითადი კრედიტორები, გერმანიას მიაღებინა ესეთი გადაწყვეტილება, ან უნდა მას გამოესყიდა და მიეცა ის თავისი ჩავარდნილი კრედიტები დაეტოვებინა, ასე ვთქვათ, ირლანდიისთვის, პორტუგალიისთვის, საბერძნეთისთვის და ესპანეთისთვის, პიგსის ქვეყნებს ასე ეძახიან, ან უნდა მისი საკუთარი მომავალი და პენსიონერები და მომავალი თაობა უნდა გამოესყიდა ამ ქვეყნების ხარჯზე, ხო? მან გადაწყვიტა მეორე, ხო, ეს მისი გადაწყვეტილება როგორც ქვეყნის. რა მივიღეთ ახლა ამ შემთხვევაში? ირლანდიაში არის უდიდესი საბინაო კრიზისი. აი ამჟამად ხდება უდიდესი საბინაო კრიზისია, დიდი ხანი მიმდინარეობს. ირლანდიას რო ვამბობთ, რომ არის სოციალისტური, ანუ ცოტა ცუდი შედარებაა და რატო? სოციალიზმის მთელი იდეა არის კლასობრივი ძალაუფლება, ანუ მშრომელთა ძალაუფლება და შემდეგ მშრომელთა ძალაუფლების მობილობით სხვადასხვა კლასების გაზრდა, ამ შემთხვევაში საშუალო კლასში ასვლა მშრომელების, ხო?
ირლანდიაში ხდება პირიქით. მთელი და გადასახადების წვირთი დაწოლილი აქვს საშუალო კლასს და იმისთვის რომ საშუალო კლასმა არჩინოს შედარებით დაბალ შემოსავლიანი კლასი, საშუალო კლასი იბეგრება განუსაზღვრელად. ზოგადად პროგრესული გადასახადების მომხრე ვარ, მაგრამ სამართლიანად. ანუ ამ შემთხვევაში მე პირადად ვისთანაც ურთიერთობა მაქვს ჩემი მეგობრები ვინც არიან, ხო, იგივე ირლანდიაში, გერმანიაში. ეს სისტემა არ მუშაობს. გერმანიის მაგალითი შეგვიძლია ავიღოთ ძალიან მარტივი, ისევ კლასებს რო დაუბრუნდეთ და მუშებს, ქვია ესეთი ჩართულობის პოლიტიკა ქვია, როდესაც ქარხანაში მუშათა საბჭო წარმოადგენს რაღაც მცირე ჯგუფს, რომელიც გადაწყვეტილების მიღები ორგანოთ არის შექმნილი. ანუ ეს არ არის პროფკავშირი, ან პროფკავშირი ცალკე მექანიზმია და ეს მექანიზმი ცალკეა. აქაც ვერ მუშაობს. გერმანიაში ვერ დაიცვეს საკუთარი მუშები და საკუთარი ქარხნები Volkswagen-მა. ვერ დაიცვეს, ხო? იმიტომ რომ კრიზისი მოვიდა, გადაწყვეტილების მიღების დრო დადგა, ანუ იარაღი თუ კეთილდღეობა. გადაწყვეტილება მიიღეს კეთილდღეობა, იარაღი. იმიტომ რომ ძალაუფლებაში ისინი არიან, ვინც კეთილდღეობას არასდროს არ დაკარგავს. ანუ საკითხი სოციალიზმი არის თუ არა ევროპაში, ძალიან მარტივი გადასაწყვეტია. კეთილდღეობას დაკარგავს თუ არა ის ადამიანი, ვინც მიიღებს გადაწყვეტილებას. ანუ ვის კეთილდღეობის გაწირვა შეიძლება და ვისი არ შეიძლება. ამიტომ არც ევროპა, არც შეერთებული შტატები მიუხედავად იმისა, რომ სოციალური პროგრამების ძალიან დიდი პაკეტები არსებობს, სოციალიზმად არ იწოდა პირიქით. ხო, ფორმალურად ცხადი არ იწოდა, მაგას ვიძახი, მაგრამ შერბილდა აი ეს კლასებს შორის დაპირისპირება, იმიტომ რომ კაპიტალისტურმა სამყარომ, რომელიც ფორმალურად იუენაირად რჩება, ბუნებრივია, კერძო საკუთრებაზე, კაპიტალზე და რაღაცა საწარმო საშუალებების ფლობაზია აგებული, სამაგიეროდ აი სწორედ რაც ახსენე სოციალური დახმარების ამ პაკეტებით ნიშნულოვნად ხელი შეუწყო იგივე იმ საშუალო კლასის ფორმირებას, სიღარიბიდან ადამიანების ამოყვანას, უთანასწორობის დაძლევას და შესაბამისად, ანუ ეს განსხვავება მით უმეტეს წინა პერიოდთან შედარებით შემცირდა და ესეც მოინათლა სწორედ ის, რომ კაპიტალიზმმა გაიმარჯვა. რომ სოციალიზმი ვერ გაუმკლავდა, სოციალიზმი რა გაგებით, არა თეორიული, არამედ პრაქტიკული რაც საბჭოთა კავშირში და ის ვერ გაუმკლავდა მთელ რიგ პრობლემებს, რომელსაც აქ ვერ ჩამოთვლი, ხა შორს წაგვიყვანს და და შემდეგ დაინგრა. მესმის რა სწამბობ ამ შემთხვევაში და ძალიან საინტერესო იქნება იმის შეხედვა, როგორი იქნება ევროპა, როდესაც შეერთებული შტატები თუ გააკეთებს იმას, რასაც ამბობს, შეერთებული შტატები რო აღარ დაიცავს მათ. შეძლებს თუ არა მან შეინარჩუნოს ზიდოს. დიდი ალბათობით ვერ შეძლებს. ან დიდი ალბათობით ვერ შეძლებს, იმიტომ რომ გადანაწილების პოლიტიკა ევროპაში არ შეცვლილა. უფრო სწორედ არ შეცვლილა ძირითადი გადანაწილების პოლიტიკა. მაინც არის ოლიგარქიული და დიდი ოჯახების ეს ყველაფერი, როგორც შეერთებულ შტატებში, deep state-საც რაც ეძახიან ხოლმე, ხო, რაღაც დიდი ოჯახები ამ შემთხვევაში ფლობენ ამ ყველაფერს და უბრალოდ საშუალო ფენას ახდევინებენ გადასახ. როგორც ჩვენთან ხდება, ჩვენთანაც ასე ხდება. საშუალო ფენას და ჩვენ საშუალო ფენა დიდათ არც არსებობს, მაგრამ შრომელი ადამიანი ავსებს ბიუჯეტს. ხო? და შრომელ ადამიანს მუდმივად აქ იმიშიში, რომ დარჩება უმუშევარი. ანუ აი ამ შანტაჟის ქვეშ მუშაობ მუდმივად. ანუ შენ თუ უმუშევარი დარჩები, იქნები ესეთი უმუშევარი ადამიანი, რომელიც ქუჩაში და ნაგავში ეძებს საჭმელს, ხო? და თუ იმუშავებ კიდე შენ აიღებ საკუთარ თავზე მთლიან ტვირთს გადასახადისას. ხო? ანუ დაახლოებით ეს ხდება. შეძლებს თუ არა ახლა ევროპა ამ ყველაფრის ატანას, რაც მოუწევს. მე მგონია რომ ვერ შეძლებს, იმიტომ რომ თუ ვერ შეძლებს რა მოხდება მაგრამ. ანუ მას ხო გასაგებია, ანუ ევროპის სოციალური სიკეთე გაფურჯგნის ხანა უკავშირდება იმას, რომ ერთი აღმოსავლეთიდან წასული იაფი ენერგორესურსები ჯერ კიდევ საბჭოთა კავშირის დროიდან, როდის არის მაგისტრალები აშენებული და მეორე მხრივ ამერიკული ეს თქვა თავდაცვის ქოლგა. და პლუს ბაზრის ათვისება დაშლის საბჭოთა კავშირის. ეგ უკვე ვიცევი ომის შემდეგ. კი ბატონო. და აი ამ პირობებში რა თქმა უნდა მათ მოახერხეს ხო რამ სოციალური პაკეტის ეს თქვა გაზა და კეთილდღეობის სახელმწიფოს რაღაცა ილუზიის თუ რეალურად კეთილდღეობის რაღაც სახელმწიფოს შექმნა. და ის დიდი განსხვავება რაც არის მდიდრებსა და თუნდაც საშუალო ფენას შორის იფარება, იმიტომ რომ ეს მდიდრები ცოტა არიან, ძირითადად არ ჩანან და სამაგიეროდ წინაპლანზეა წამოწეული აი ეს რაღაც კეთილდღეობის ერთგვარ ზრდა, რომელსაც თავისი მექანიზმები აქვს, იმიტომ რომ
ემატება ამას ისეთი მანკიერებები, როგორც არის მაგალითად კონსიუმერიზმი, როგორც არის მე საშუალო ფენად იწყებს თავის ცხოვრების წესით იგივენაირად ცხოვრებას, გამდიდრებას და გამდიდრებას თავისი ისა ჟანრის კანონი, ესე ვთქვათ, ხო იზრდება კონსიუმერიზმი, ანუ მოგება მუდმივად უნდა იზრდებოდეს. სადამდე შეიძლება იზრდებოდეს, რაღაცა ჭერს აღწევს ეს ყველაფერი. არა მარტო, ანუ ისევ რო დაუბრუნდეთ აი ჭიათურის მაგალითი ამ შემთხვევაში, ხო? საბჭოთა კავშირს რო თავი დავანებოთ და მარტო ევროპაზე რო ვილაპარაკოთ. ევროპამ გამოაცხადა მანგანუმი კრიტიკულ რესურსად. ევროკავშირმა გამოაცხადა მანგანუმი კრიტიკულ რესურსად. რის ხარჯზე იპოვებს და რა თქმა უნდა თან რატო გამოაცხადა? იმიტომ რომ მწვანე ენერგიაზე გადავიდეს. რო აწარმოოს ელექტრომანქანები, ანუ ძირითადი არის ელექტრომანქანების წარმოებაში, ქარის ენერგიის წარმოებაში, ბატარეებში და ასე შემდეგ, ხო? მაგრამ რის ხარჯზე უნდა მიიღოს მანგანუმი? თავისი არ აქვს. ანუ ევროპის მიერ არის წახალისებული თავისთან რო კარგად იცხოვრონ, წყალებში კარგად იცხოვრონ, ჩვენთან ღია კარიერულ წესით მოპოვება, რაც ანადგურებს გარემოს. ანუ ანადგურებს ეკოლოგიას მთლიანად, სწავლავს ადამიანებს. ხო, ანუ მორალური ჭრილიდან რო გამოვიდეთ, ანუ რეალურად ეს ხდება. შეერთებული შტატები თუ კარგად ცხოვრობდა, ან ცხოვრობს ან ევროპის რომელიმე ქვეყანა, იმის ხარჯზე ცხოვრობს, რომ იქ აფრიკაში ამას აკეთებს. ბელგია იმით გამდიდრდა, რომ კონგოში, რა ვიცი, რას უშვებოდა ეგ ისტორიები, ყველა მე მგონი იცის ლეონარდო. ხო, მაგრამ ეს არის ძველი იმპერიალისტური წარსული ეკონომიკა და გავიარეთ. არა, არ გაგვივლია. როგორ გავიარეთ? ანუ ამ შემთხვევაში მაგალითისთვის შენ გაქვს თავისუფალი ვაჭრობა ევროპასთან. და პირდაპირ ტარიფი ევროპას არ აქვს, მაგრამ აქვს არაპირდაპირი რეგულატორული ტარიფები. მაგალითისთვის, შენ უნდა აკმაყოფილებდე რაღაც კონკრეტულ მათ მიერ მიღებულ წესებს, რომ დაერქვას, მაგალითად შენს პროდუქტს დაერქვას ეკოლოგიურად სუფთა თუ რას წამო. ხო, ვიძახი რომ ეს ღია კარიერული წესი, ევროპული რეგულაციები და ჩვენთან ევროკავშირის ადეპტები სწორედ ამას იძახიან, რომ აი ევროპული რეგულაცია ნიშნავს აი ამ რაღაცა მწვანე ენერგეტიკას, აი ამ მთელ გარემოს დაცვითი პირობების დაკმაყოფილებას და ასე შემდეგ, ასე შემდეგ. რომელი ევროპული ადეპტები? ვინც ესე ვთქვათ, აი ამ ევროკავშირის ინტეგრაციას და იგივე სატარიფო თუ რასაც ჩამოთვალე ყველანაირი პოლიტიკის მიღებას, თუნდაც ჩვენთან ასოცირების ხელშეკრულება ითვალისწინებს, ვინც მიესალმება და ვისაც უხარია ეს ყველაფერი წარმოიდგენს, რომ ჩვენ რეალურად ხვდებით ამ ევროპის კანონიერი თუ ყველანაირი სივრცის ნაწილი. არა, სხვათა შორის, ანუ ვინც ახლა ამბობს, რომ ევროკავშირში უნდა აუცილებლად და ასე შევიდეთ და მე ცალფეხზე ვიდგეთ თუ რაღაც ორფეხზე ვიდგეთ, ხო? ვინც ამ ყველაფერს ამბობს, ისინი მსხვერპლის შეწირვად მიიჩნევენ ზოგიერთი რეგულაციის მიღებას. აი მაგალითისთვის მსხვერპლის შეწირვად მიიჩნევენ პროგრესულ გადასახადების მიღებას. ან იმას, რომ აიკრძალოს ღია კარიერულ წესით მოპოვება. ამბობენ, რომ კი არ არის კარგი, მაგრამ უნდა გავაკეთოთ. ანუ ზუსტად იგივე შეგვიძლია ვთქვათ, რომ აი როგორც ერთ-ერთი პოლიტიკოსი ამბობდა, სწორად მივდივართ, მაგრამ ბევრად ჩქარა უნდა წავიდეთ, ხო? და გამოდის, რომ ამ ადამიანებს არ უნდათ ამ რეფორმების გატარება, ამ ადამიანებს უნდათ, რომ პოლიტიკურ ყევაში ვიყოთ მუდმივად უბრალოდ. და ევროკავშირში შესვლაც თვითონ კი ამბობენ, რომ ეს არის თვითმიზანი. ეს არ არის თვითმიზანი. თვითმიზანი არის ძალაუფლება. რომ ევროკავშირში დიდი ხანი ვერ შევალთ ჩვენ მაგალითისთვის და კარგად იციან მათ. იმიტომ რომ ყავთ მეგობრები იქ, რომელიც ეუბნებიან, რომ თქვენ დიდი ხანი ამას ვერ შეძლებთ და ვერ მოახერხებთ. მაგრამ ეს არის ინსტრუმენტი. ინსტრუმენტი არის ხალხის წინააღმდეგ, საზოგადოების წინააღმდეგ. და საზოგადოება კიდე სამწუხაროდ ჯერჯერობით ამ ყველაფერს ზოგი დიდი ნაწილი ამ შემთხვევაში ხედავს. იმხელა ნაწილი, რომ ჯერ კიდევ ამაზე ვსაუბრობთ. რატომ არის მუდმივად პრობლემები ჭიათურაში და არა მაგალითად გაზრეთში? ძალიან საინტერესო კითხვაა. ეს კითხვა კარგი იქნება, რომ დაუსვათ ერთხელ რო ყავდეთ და დაუსვათ პროფესიული კავშირების გაერთიანებას. ჭიათურაში პრობლემა იმიტომ არის, რომ ჭიათურა ყოველთვის იყო მებრძოლი. ყოველთვის იყო მებრძოლი. ის რაც ჭიათურაში ხდება მანგანუმზე, ხო, აი კაზრეთი არის ოქრო. ოქრო ზოგადად კრიზისული არ არის. ოქროს ბაზრის ჩაწოლა არავის არ ახსოვს, მე მგონი. ხო? მანგანუმის ბაზარი ძალით ჩააწვინეს, ასე ვთქვათ, ხო, იქ ჩინეთის ნაწილი, ჩინეთი რაღაც გადამამუშავებელ ქარხნებს გადამამუშავებას აპირებდა, შემდეგ ბაზარზე შემოაგდო, შემდეგ დასავლურმა კომპანიები დაპანიკდნენ და იმათ შემოაგდეს ბაზარი და მოკლედ
მანგანუმის კრიზისი დაიწყეს აი ამ დიდი კორპორაციების ვაჭრობით, ხო? წესით და რიგით ასეთი კრიზისების შემდეგ ხელიდან ხელში გადადის ესეთი დიდი კორპორაციები, ანუ ესეთი დიდი რესურსები. ჩვენ შეიძლება ამას უყურებდეთ აქ. ანუ ამის ნიშნები უკვე ჩანს, რომ აი ახალ ინვესტორმა ვიღაც ახალი მენეჯერი უნდა დანიშნოს, ხო? ამას ამბობენ. ჩვენი მიზანი ამ შემთხვევაში რა არის? მე როგორ ვხედავ რა? ჭიათურის საკითხზე. რომ ჩემთვის გადავლილი აქვს უკვე იმ კრიზისს, ჩვენ არჩევნებამდე მიღწეული გვაქვს მინიმუმ ადგილობრივ არჩევნებამდე და იმ კრიზისს გადავლილი აქვს, რომ აი შეიძლება აგვაყირაონ დასავლეთიდან. დიდი ალბათობით ეს არ მოხდება ჩემი გადმოსახედით. ამიტომ ჩვენი მიზანი ამ შემთხვევაში რა არის? რაც შეიძლება გავაძლიეროთ ის ადამიანები, ვისაც ეყრდნობა ზოგადად სახელმწიფო, სუვერენიტეტს რო ვამბობთ, ხო? სუვერენიტეტი არის იმ ადამიანების სიძლიერე, რომლებიც ამ ქვეყანაში ცხოვრობენ. თუ საჭიროა სახელმწიფოს გაძლიერება და სახელმწიფოს ზურგის გაძლიერება, ვინც არ უნდა იყოს თავრობაში, მაშინ ძლიერი უნდა იყოს საზოგადოება. ხო, შენ თუ ემიგრაციისთვის გაწირეს შენი მთელი შენი ქალაქები, ხო, იმიტომ რომ ის ადამიანები არიან პროფესიი, შეიძლება მაღაროელი დაუძახოს ვიღაცა, რაღაც დაცინვათ უთხრას და რომ მიწის ფჩიჩქონებიან, ეგრე არ არის. ის არიან ელექტროინჟინერები, გეოლოგები, ამფეთქებლები, ანუ გასაგებია, მაგრამ რაღაცა ეს განაწილება თუ ესე ვთქვათ გაძლიერება, ხო, რაღაცა საღაზრს, დათვლას, ანგარიშს და რაღაცა სამართლიან პირობებს უნდა ეფუძნებოდეს. რა არის შესაძლებელი ხელოვნება? ანუ შენ წერილ მაგალითად რომ აი ჩვენ გვჭირდება დოულათის განაწილების ახლებური განაწილება. რას ეძახი დოულათს? დოულათს რას ეძახი? დოულათი არის მოპოვებული, მუშის მიერ მოპოვებული ამ შემთხვევაში ეს მანგანუმი, შემდეგ გადამუშავებული ზესტაფონში და შექმნილი პროდუქტი. სილიკომანგანუმი და ფერომანგანუმი. შეგვიძლია ვთქვათ ამ შემთხვევაში, ჭიათურის შემთხვევაში ამას ვეძახი. მე ცოტა სხვა რამეს ვეძახი, იმიტომ რომ ჩემი აზრით რაც ჩამოთვალე რომ მოიპოვა მუშა მადანი, გადამუშავდა, მივიღეთ რაღაცა პროდუქტი და მე ვეძახი რომ და შემდეგ უნდა მოხდეს ამის რეალიზაცია, კი ბატონო, რეალიზებული და აქედან მიღებული მოგება. ანუ მე მაგალითად რასაც გავეცანი ლიტერატურას და პუბლიკაციებს რაც ვკითხულობ, ხო? ანუ ცოტა რთული ხდება ხოლმე ძალიან ობიექტური სურათის დადგენა, იმიტომ რომ რაღაცა სხვადასხვა ესეთი ტენდენციურია ხოლმე შესაძლებელი, მაგრამ ერთ-ერთი ხაზი რაც მიყვება არის ის, რომ პრაქტიკულად ჭიათურა, რომელსაც ამოწურული აქვს ძირითადი რესურსი და რაღაც ცოტა ინერციით მუშაობს, პრაქტიკულად წარმოადგენს სოციალურ საწარმოებს, იმიტომ რომ ის ძლივს ფარავს აი ამ ხარჯებს. არა, ეს არის მითი? არა, მითია, იმიტომ რომ რეალურად ჭიათურა, მანგანუმი როგორც ასეთი არის ქვა. ხო, მაგრამ იქ არსებობს ლაპარაკი, რომ გამდიდრებული მანგანუმი იმის პროცენტულობა არის შემცირებული. არა, თავად ამუშავებს იგივე კორპორაცია, თავად ამუშავებს ზესტაფონის სფეროში. პროდუქტს ხმის სფერო. ხო? ეს არის იგივე კომპანია, იგივე კორპორაცია და უბრალოდ დაყოფილია რამდენიმე ნაწილად. ეხლა იგივენაირად შეგვიძლია ვთქვათ, რომ მე თუ მარტო ვაწარმოებ მაგალითად აი ეს ბამბა, თუ რაც არის, წაგებაში ვიქნები, მაგრამ თუ მე ნაწილი ვარ იმ კომპანიის, რომელიც აწარმოებს მთლიანად ამ ყველაფერს, ხო? შეიძლება ჩემი კომპანია წაგებაში იყოს, რომელიც მარტო ამას აწარმოებს, მაგრამ საბოლოო ჯამში ის საერთო ხო მოგება. ანუ თუ ესე დავანაწილებთ, მაშინ სოციალური პროექტი გამოდის, მაგრამ ესე ხო არ არის. ის ადამიანები რო ჩადიან, ხო? მოდი ესე ვთქვათ რა, ანუ რამდენი ესეთი კეთილშობილი ინვესტორი იცი, რომელიც ჩამოდის საჩადის სხვა ქვეყანაში და სოციალურ პროექტებს ახორციელებს. ანუ ალოგიკურია. რაც შეეხება სამართლიანობას, ხო? ანუ სამართლიანობა შეიძლება სხვადასხვანაირად ესმოდეთ ადამიანებს, მაგრამ საბოლოო ჯამში ერთ რამეზე დადის. ახლა თუ მე ვიღაცას უნდა მივცე ჩემი რაღაცა ორი ხელი და ბევრი ვაჭრობის მერე დავითანხმე რომ ერთი ხელი უნდა მივცე მარტო, ხო? ანუ შეიძლება მოკლევადიან და გამარჯვებად ჩავთვალო ჩემი მოლაპარაკების რომ ერთ ხელს ვკარგავ მარტო, მაგრამ სამართლიანი იქნება? ხო არ იქნება სამართლიანი, ჩემი ხელებია ამ შემთხვევაში. ხო და ჭიათურას რაც შეეხება ისევ, ხო? ის ადამიანები ძალიან მარტივ რამეს თხოვენ, მით უმეტეს რომ ეს არის ამოწურვადი რესურსი, ხო? ამობენ ძალიან მარტივ რამეს, ამ ქალაქმა უნდა იცოცხლოს ეს რესურსი რომ აღარ იქნება. ამიტომ შექმნათ ფონდი. თან ეს აპრობირებული მეთოდებია, ციდან რაღაცებს კი არ ყრიფავენ ეს ადამიანები, ხო?
აპრობირებული მეთოდია. ის შეიქმნას ფონდი, რომელიც ამ ფონდში დაბანდება რაღაც თანხა მისი ახალგაზრდობისთვის, შემდგომი პროექტებისთვის, სხვა საწარმოების გახსნისთვის. თუნდაც ტურისტული, თუ მართლა ტურისტულ რაღაცად უნდა გადაკეთდეს, ადგილობრივებმა გახსნან კაფეები, აუცილებელია ყველაფერი გარედან შევიდეს, ანუ ხო უნდა შეძლოს ამ ქალაქმა გადარჩენა, ხო უნდა დაიცალოს, ხო უნდა გაიქცეს ეს ხალხი სადღაც და ვიმეორებ რომ აღაროელი მაღალკვალიფიციური მუშახელია. არ არის ეს მიწის ფშიშქნელი, ანუ ეს ადამიანები ჭირდება ხალხს. იგივე ტრასების დროს გვირაბის გამყვანად, ანუ მაღაროელი ჩვეულებრივად იმუშავებს, თაში შედის ადამიანი, ხო? იგივე ელექტროინჟინერიაში ჩვეულებრივად იმუშავებს, სადაც ხარ 800 მეტრზე მუშაობს, ისე რატომ ვერ იმუშავებს? გასაგები, ანუ მოკლედ დისკუსია, მე მაგალითად როგორც გარედან მაყურებელ და მდგომ ადამიანს, მე რასაც შენ ამბობ არის ერთგვარად მექანიზმი, რაღაცა ასპექტები როგორადაც შეიძლება და გასაგებია კიდე რაც ის თქოს ვერ მოვასწარეთ როგორ შეიძლება რომ სიტუაცია იმართოს სახელმწიფოს მეტი ჩართულობით, რაღაც შეცვლოს თუ საჭიროა რაღაცა ნაციონალიზაციიდან გამოსყიდვით და ასე შემდეგ, მაგრამ მე პირადად როგორც მოქალაქეს რა კი ეს საერთო თემა არის და მიმაჩნია რომ ის დოვლათი მხოლოდ ჭიათურის არ არის, ეს არის ყველასი, თუ კი ერთიან სახელმწიფოში ვცხოვრობთ. თქმა უნდა. და მე მგონია რომ მე უნდა დავინახო სწორედ ამის ეკონომიკური დასაბუთება რა. თუ კი სახელმწიფოს როლი უნდა გაძლიერდეს, იქ უნდა ჩანდეს რომ ეს რეალურად დათვლილი სქემა არსებობს, თუ როგორ შეიძლება ადამიანების, ქალაქების, საცხოვრისის გადარჩენა უკეთესად. მადლობა მოკლედ. ამაზე პატარას დავამატებ, ანუ თუ მიაქვს ამ შემთხვევაში რაღაც კორპორაციას, რომელიც რაღაც ოფშორებშია დარეგისტრირებული და ამაზე პრეტენზია არ აქვს, თუ ეს საქართველოსია ეს დოვლათი. ანუ იმაზე რატო გვაქვს მაშინ პრეტენზია, რომ რაღაცა სხვა ალტერნატივა შეგვაქვს? ხო, აი მან არის სხვადასხვაობა თუ მიაქვს, ანუ მე არ ვიცი. როგორ არ მიაქვს? რა მიაქვს, როგორ მიაქვს? ამიტომ მაგიტოა რომ მე როგორც მოქალაქე, აი ეს უნდა რაღაცა დავინახო სქემა, დღეს როგორ დაწყდება და თუ ეს ისე აი მარტო თქვენი აზრით სინათლე აკლია აი ამ კონკრეტულ საკითხებს. კი, ამას აკლია მექანიზმი და ამას აკლია ეს გარდაქმნის გეგმა, დღეს როგორ არის დოვლათი რაც თქვით უკვე რეალიზებული როგორ გაწილდება და როგორ შეიძლება ხვალ განაწილება. მაგალითად, როცა მარტივ მაგალითს და ამით დავასრულებ, როდესაც ლაპარაკია იმაზე, რომ ბანკებს ყოველთვიურად გვიქვეყნებენ, რომ აი ამდენია მოგება. აბა როგორ უნდა იყოს, ხო? კარგი, დიდი მადლობა, მოკლედ ჩვენი ეთერი დასრულებულია, ჩვენ დავბრუნდებით შემდეგ კვირაში.